სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ერთი თვის განმავლობაში სპორტულ გამაჯანსაღებელი შეჯიბრი მხიარული სტარტები იმართებოდა. დღეს კი სენაკის სპორტის სასახლეში სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონის ჩემპიონებისათვის ერთმანეთს ჩხოროწყუს ორი წალენჯიხისა და სენაკის მესამე საჯარო სკოლის გუნდები ეცილებოდნენ. გუნდებს ფინალურ შეხვედრაზე მრავალი სირთულის გადალახვა მოუწიათ. საბოლოოდ 37 ქულით რეგიონის ჩემპიონი მესამე საჯარო სკოლის გუნდი მერცხალი გახდა. მეორე ადგილზე კი წალენჯიხის გუნდი გავიდა. მე ძალიან მიხარია რომ ჩემპიონი გავხდი. ყველას ვუხდი მადლობას. ძალიან მიხარია რომ დღეს რეგიონალურ ჩემპიონატში გავიმარჯვე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იქიდან გამომდინარე რომ მესამე სკოლაში სწავლობენ ყველაზე შრომის მოყვარე, ყველაზე თავდადებული და არაჩვეულებრივი ადამიანები. საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით სპორტულ გამაჯანსაღებელი შეჯიბრი მესამე წელია იმართება, რომლის მიზანია მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მათი ფიზიკური განვითარება. მესამე წელია ვატარებთ სამეგრელოს რეგიონში და ეს ტარდება თითქმის მთელი თვის განმავლობაში. ყველა მუნიციპალიტეტში შემოვიარეთ, გამოვამჟღავნეთ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც შესაბამისად თქვენს ნახეთ სენაკის ამშვენიერ დარბაზში რამშვენიერი საღამო მოაწყეს თვითონ ბავშვებმა, ასევე გულშემატკივრებმა და მე არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა სენაკის მესამე საშუალო სკოლას, რომელთმა გუნდა გაიმარჯვა და თან აი მართლა ზეიმი მოაწყო გულშემატკივრიან, მასწავლებლიან, მე არ ვიცი რა, თავის რაიონის ხელმძღვანელობის ჩათვლით. ჩემპიონატზე შეჯიბრებებს შორის თითოეულმა გუნდმა მუსიკალური ნომერი წარმოადგინა, მაგრამ მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მესამე საჯარო სკოლის გულშემატკივართა მიერ წარმოდგენილმა ფლეშმობმა. რეგიონალურ ჩემპიონატში გამარჯვებულებს პირველი ხარისხის მედლები და თასი, ხოლო ფინალურ შეჯიბრებაში მონაწილე სხვა გუნდებს მხიარულ სტარტებში აქტიური მონაწილეობისათვის საპატიო მედლები და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. მერცხლები კი სატელევიზიო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის გადაღება შემოდგომაზე დაიწყება.